ხშირად მომისმენია, რომ რაღაცა აი გერმანიაში მოხუცებს თავის შესაფარში აბარებენ და არ უნდათ შვილებს მშობლებისზე ზრუნვა, მოვლა პატრონობა. მე სხვა რეალობა დამხვდა გერმანიაში რა. თვითონ მოხუცებულს უნდა სახლიდან წასვლა, იმიტომ რომ იქ სახელმწიფო ამ მოხუცებს ისეთ მაღალი დონის პირობებს უქმნიან, რომ ვერც ერთი გერმანელი და მათ შორის რა თქმა უნდა ვერც ერთი ქართველი თავის მოხუც მშობელს ვერ გაუკეთებს იმას, რასაც იქ უკეთებენ იმ ადამიანებს. რო შეადაროთ იქ მცხოვრები მოხუცებული ადამიანი და ჩვენთან სახლში, სოფელში ან ქალაქში მნიშვნელობა არ აქვს მცხოვრები ადამიანი, გამოდის რომ პირიქით ჩვენ უფრო ნაკლები სიყვარული გვაქვს ჩვენი პაპების და ბებიების მიმართ ვიდრე იმათ, იმიტომ რომ ისინი ისეთ განცხრომაში, ისეთ ტკბილ და უზრუნელ სიბერეს ატარებენ იქ. და ხა ყველა კი არ მიდის თავისით. ადამიანს როცა ჯანმრთელობის პრობლემა ექმნება, იმ შემთხვევაში მიყავთ იქ და კიდევ ვიძახი აღნიშნავ თავიანთი სურვილით მიდიან ადამიანები იქ, იმიტომ რომ იქ იციან, როგორი კომფორტული და დაცული ცხოვრება ექნებათ ვიდრე სახლში.